وجناني فطغى على الأوزار والتبيان ألم ألم بخاطري وجناني فطغى على الأوزان والتبيان يا لائمي عذرا لتكرار البكاء فاسمع مقالي واقتسم أحزاني يا لائمي عذرا لتكرار البكاء فاسمع مقالي واقتسم أحزاني رحل الهزابر عن الحياة مفارقا دنياه لم يركن لعيش الله أكبر الله أكبر الله أكبر الله أكبر მე ვიყავი პროფესიონალი ბოქსერი და 15-16 წლის ასაკში მე მოვხდი ინტერნეტში. აღმოსავლეთ ნაწილში ბერლინის. მაშინ ჯერ კიდევ იყო გაყოფილი დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილად. აღმოსავლეთ ბერლინის ნაწილში იყო სკოლა, რომელიც იყო ცნობილი მთელ ბერლინში. ამიტომ ყავს ბევრი ნაცნობები იქედან. მე 5 წელი დავდიოდი ამ სპორტულ გიმნაზიაში. და იქ გედერში, წასულ გედერში. იცით მე მინდა უთხრა მშობლებს, რომ თუ უნდა თამაში ბავშვებს, ჯობია ეს გააკეთონ კარიდორში. არ არის ამაში არაფერი თუ ისინი ითამაშებენ კარიდორში. მე არ ვარ წინააღმდეგი რომ ბავშვებმა ითამაშონ, მაგრამ როგორც ნათქვამია, ყოველ საქმეს თავისი ადგილი აქვს და იქნება უკეთესი თუ ითამაშებენ გარებთან. ეს იგი მე იქ რაღაც გავიგე. მე გავიარე ნამდვილი სკოლა. მე ნამდვილად გავიარე სკოლა ცხოვრებისეული. მე გავიცანი სხვადასხვა ადამიანები. ისინი იყვნენ საუკეთესო სპორტსმენები. 3 წლის განმავლობაში ვარჯიშობ თითქმის ყოველ დღე. სინოტკისთან, მარკუს ბაიერთან, ესენი კი ჩემპიონები იყვნენ. მე დავდიოდი ბევრ ქვეყნებში და ვიცნობდი ბევრ ადამიანს. მათ შორის იყვნენ ვარსკვლავები ფეხბურთში, როგორებიც იყვნენ ტომას ხესლერი და ფეხბურთის ტრენერი ქრისტოფერ დაუნი. შემდეგ მე გავიცანი ძალიან ბევრი ხალხი. აქამდე გიმნაზიაში, სადაც მე ვსწავლობდი, იყო ელიტარული სკოლა. მე რა თქმა უნდა არ მევიკუთვნები მათ. არც იფიქროთ მაგაზე. მე არც ისეთი კარგი ვიყავი იმ გიმნაზიაში, იმიტომ რომ იქ ბევრი ბავშვი სწავლობდა ისეთი ოჯახებიდან, როგორც მაგალითად მოსამართლის შვილები ან კიდე დიდი ხალხის მოკლედ რომ ვთქვათ. და ამგვარად მე ვიცნობდი ძალიან ბევრ ხალხს სრულიად განსხვავებული დონის. ეს მომავალში ძალიან მომეხმარა. იმიტომ რომ ამგვარად მე ვამჩნევდი სად ჩნდებოდა ყველაზე მეტად პრობლემები. ბერლინის აღმოსავლეთ ნაწილში მე შევამჩნიე რომ არ იყვნენ ძალიან რელიგიური ადამიანები. ჩვენთან სკოლაში შეგეძლო დაგეთვალა ხელებზე უნათლული ბავშვები. და მე შევამჩნიე რომ თვითონ რწმენა, ქრისტიანული რწმენა აძლევს ხალხს ცოდნას ფასეულებზე. ეს ამბობს იმაზე რომ მე ვიყავი პოზიტიურად განწყობილი ქრისტიანობასთან. როცა ჩავა ბარეთ ცოტა ხნით წავედი ამერიკაში. იქ მე ბევრს მოგზაურობდი. ვარჯიშობდი, ვიყავი კანადაში, იქ მე ისვენებდი, მე ვიყავი სხვადასხვა ქვეყნებში. მე მოგზაურობდი სხვა ბოქსიორებთან ერთად. მე მინახავს ბევრი ქვეყანა. თვალს ვადევნებდი ხალხს და ვიღებდი გამოცდილებას. როცა მე დავამთავრე სკოლა, მუშაობდი გერმანულ წითელ ჯვარში, რადგან არ მქონდა სრული წასულიყავი ჯარში. მე 5 წელი გავატარე ინტერნატში და როგორც იქნა მე მინდოდა ყოფილიყავი ახლოს ჩემ მშობლებთან. როცა მუშაობდი წითელ ჯვარში, მე შევამჩნიე ასეთი რამ. შენ ხედავ ხალხს, რომელსაც კიდევ გუშინ მოუტანე საჭმელი და დღეს უკვე ისინი გარდაიცვალენ. შენ ხედავ ხალხს, რომლებიც ცხოვრობენ სიმარტოვეში
რომლებმაც 20 წელი გაატარეს სიმარტოვეში, თავის სახლში, რომელიც არაფრით არ არის დაკავებული. ყოველთვის როცა შენ მათთან მიდიხარ, რომ რაღაც მიუტანო, ცდილობ დააკავო რამოდენიმე წუთი, რომ დაელაპარაკო. და ყოველთვის ერთი და იგივე. რა ცუდი ამინდია დღეს, როგორც ხელა დღეს. არ გამიგოთ სხვანაირად. მე არ ვაპირებ ამ ხალხის დაცინვას. მე მინდა ვთქვა, რომ როგორი შვიდობელი ცხოვრება აქვთ ხალხს. და მე შევეკითხე ჩემ თავს, რატომ ხდება ასე მეთქი? რატომ იწყებს ხალხი ასე ცხოვრებას? რა არის ცხოვრების არსი? ეს რეალობაა. ჩვენ ვხედავთ პოპკორნს, ჩვენ ვხედავთ რაღაც ტკბილ მხარეს ცხოვრებისას. სამომავლოდ ახალგაზრდა ადამიან 22 წლის შენ მოინახულებ დისკოტეკებში. ჩემი ცხოვრება ასე მიდიოდა. მე მქონდა ზუსტად ასეთი ცხოვრება, რა თქმა უნდა არა ასეთ ტანსაცმელში. მაგრამ შაბათ-კვირას მე დავდიოდი დისკოტეკებზე. 5 დისკოტეკის მონახულება ერთ ღამეს. ეს ხომ თვითონ მაგარია. მაგრამ მე შენ ხედავ რეალურ მხარეს ცხოვრებისას, როგორც ცხოვრობენ სინამდვილეში ხალხი მარტოობით. იმად განსხვავებით, ვინებით ზიან ციხეში, ეს ხალხი კიდევ უფრო ჩაკეტილები არიან, უფრო ვიდრე ისინი, ვინც ციხეშია. მაგრამ ეს არავის არ ანაღლებს. ბავშვები ცხოვრობენ შორს მათგან, მათ არ უნდათ რომ მქონდეთ არანაირი კავშირი. და აქ მე თვარში მოხვდა ორი რამ. ყოველთვის ის, ვინც რაღაც ნორმებში რელიგიურია, სიბერეში მას უფრო დიდი ტვირთი აქვს ვიდრე სხვებს. იმიტომ რომ მას აქვს იმედი და იმას, ვისაც ბევრი შვილი ყავს. ის ითვლება უფრო ბედნიერად სხვებზე. მას ყავს ის, ვინც მოინახულებს. ხშირად ასეც არის. და მე ჩავფიქრდი ბავშვების თაობაზე. მე ჩავფიქრდი ცხოვრებაზე. შენს ირგვლივ ხედავ ყველა ამ პრობლემას. ის გაცილდა იმას, იქ გაცილდება ისინიც გაიყვნენ. და მე ჩავფიქრდი, რა არის იდეალური გზა ცხოვრებაში. მე ვიფიქრე, რომ ამ კითხვაზე რომელიმე რელიგიებიდან მივიღებდი პასუხს. მე უცებ არ გამიფიქრებია ისლამზე. მე მეგონა ნაწილობრივ რომ ისლამი იყო შექმნილი არაბებისთვის და თურქებისთვის. და მეორე ის, რომ ისლამს ჰქონდა ცუდი იმიჯი. ეხლა ზუსტად ვერ გეტყვით, რატომ უცებ არ გავიფიქრე მაშინ ისლამზე. მე გადავწყვიტე ცხოვრება მიმეძღვნა ბუდიზმზე, რომელიც პოზიტიურად იყო ცნობილი, არა ისე როგორც ისლამი, რომელსაც ქადაგებენ გაუგებარი ხალხი. მაშინ მე გადავწყვიტე მეყიდა წიგნი ქრისტიანობის და ბუდიზმის შედარებაზე. ზუსტად არ მახსოვს წიგნის სახელწოდება. მე წავიკითხე ის. მართალი გითხრათ, ამ რელიგიას მოუხდენია არანაირი ზეგავლენა ჩემთვის. ნაწილობრივ იმიტომ, რომ ბუდიზმს დაფუძნებული ბუდა, რომელიც ხარ დაიბადა, ხარ მოკვდა 560 წლამდე ქრისტიანობის გამოჩენამდე. მე ვერ ვიტყვი ეხლა ზუსტად, როგორც არ უნდა იყოს დღევანდელი ისტორიკოსები თვლიან, რომ ბუდა არ ითვლება ავტორად ამ სწავლების, რომელსაც მას აწერენ. მე უფრო და უფრო დავიწყე დაინტერესება სხვადასხვა რელიგიებით. რაღაც დრო მე გავდიოდი სამოქალაქო მსახურებას ტვირში. და მაშინ მე გავიცანი იარი, ანტიისლამური დაჯგუფება. როცა მე შევეკითხე რა არის მიზანი შენი პარტიის მეთქი, მან მიპასუხა, გვინდა გამოყოთ გერმანია ისლამისგან. მე გამიკვირდა რატომ, რადგან მე ვთვლიდი ჩემ თავს ტოლერანტულ ადამიანად. მე ვუთხარი, რომ ისლამი ამხელა რელიგიაა მეთქი, ის უკვე 600 წლისაა. მაშინ რა თქმა უნდა გაგებაშიც კი არ ვიყავი ამ რელიგიის. მან მითხრა, რომ ის ძმაო, საშინელი რელიგიაო, ყველა ამ შეურაცხყოფებმა მიბიძგეს მე შემესწავლა ეს რელიგია. ეს იყო 2000 წელი, მე მგონი ორშაბათი. მე წავედი სახლში რაღაც დღესასწაულის აღსანიშნად, რის მერეც გავცივდი. როცა წავედი სახლში და ვინახე ჩემ დასთან ყურანი, მე გავიფიქრე, კაია თქო, ყველაფერი ისე კარგად მიდის. ეხლა მე დავიწყებ ამ ყურანის შესწავლას. მე გადავშალე და გავიკითხე ყურანი, თავიდან ბოლომდე. ის იყო გერმანულ ენაზე თარგმნი. მე აღნიშნავდი ადგილებს, რომლებიც მოწონდა, მაგრამ იყო მომენტები, რამაც შოკში ჩამაგდო. მით უმეტეს ჩემი დასავლურ ევროპული წარმოდგენებით. ხიჯაბი და ასე შემდეგ. ეს რაღა არის მეთქი, გავიფიქრე. იქ მე ვსვამდი კითხვებს, როგორ და რატომ.
როცა მე მუშაობდი ამ წიგნზე, ბოლოს გამოჩნდა ძალიან ბევრი კითხვები, მაგრამ ასევე გაიხსნა ძალიან ბევრი პასუხები. კითხვები შედებოდა იქ, სადაც რაღაცეები გეჩვენებოდა უცნაურად. ერთმა რამ შემანელა. მე არასდროს არ წამიკითხია წიგნი, სადაც ღმერთი იყო ასე ამოწურულად აღწერილი, როგორც იყო ყურანში. მე ჯერ არასდროს არ წამიკითხია წიგნი, რომელიც ასე მიმიზიდავდა, რომელიც გასცემდა ჩემ კითხვებს. რატომ არსებობს ცუდი და კარგი? კითხვა ისმება თუ არის ღმერთი. მაშინ რატომ არსებობს ბოროტება? ამაში საქმე მდგომარეობს ამგვარად. ისლამური გაგების მიხედვით ღმერთს არ უყვარს ყველა ადამიანი და ამიტომ ჩვენ ვეკითხებით ქრისტიანებს, თუ ღმერთს უყვარს ყველა ადამიანი, მაშინ რატომ ზოგიერთი ხალხი სამუდამოდ ხდება ჯოჯოხეთში? ალლაჰი ამის თაობაზე ამბობს ყურანში გარკვევით. აზრი იმაში, რომ ალლაჰს უყვარს ყველა, მაშინ რატომ არსებობს ბოროტება, რომელმაც მოიყვანა ბევრი ხალხი ათეიზმში? ღმერთი კეთილია, ის მოგდა ჩვენ ცოდებისთვის. მაშინ რანაირად არსებობს ბოროტება? ეს არ არის მტკიცებულება იმის, რომ ღმერთი არ არის. ეს ამტკიცებს იმას, რომ შენ გაქვს არასწორი წარმოდგენა ღმერთზე. ღმერთი ამბობს ყურანში: იმან ვით შექმნა ცხოვრება და სიკვდილი, რომ შეამოწმოს რომელიც თქვენგანი შეასრულებს საუკეთესო საქმეს. სიკვდილი ითვლება ბევრისთვის დიდ კატასტროფად, მაგრამ ეს არის ის, რაც შექმნა ღმერთმა. არ იქნებოდა არანაირი სიკვდილი, თუ ამას ინებებდა ღმერთი. სიკვდილი ქმნილებაა ღმერთის. სიკვდილი წარმოადგენს სიმბოლოს ყველაფერ ცუდისას. ბევრ ეშინია სიკვდილის, იძახიან ეს ჩემი დასასრულია, ყველაზე ცუდი რაც კი შეიძლება მოხდეს. ყველაზე ცუდი არის სიკვდილი, ამაზე ღმერთი პასუხობს. თუ ვიღაც დასვამს კითხვას, რატომ ამ ცხოვრებაში არ არის სამართლიანობა, ამაზე ყურანი პასუხობს, რომ ეს სამყარო სულაც არ ითვლება სამყაროდ სამართლიანობის. ეს ხომ ასე ადვილ 26 სურაში ღმერთი ამბობს: დღეს არავის არ მოექცევა უსამართლოდ, ყველა მიიღებს იმას, რაც დაიმსახურა. ეს ნიშნავს, რომ აღრიცხვა მოხდება ბოლო დღეს და ეს ცხოვრება ალლაჰმა შექმნა როგორც ინსტრუმენტი. შეიძლება ეხლა ვიღაცამ თქვას, რატომ ალლაჰი მე ასე ბევრს მცდის? ჩვენ ამაზე უპასუხებთ ასე: ჩვენ არ შეგვიძლია ვივაღწიოთ ღმერთის ნებას. თქვენ გამიგებთ მე, გაიგებთ ჩემ აზრს, მაგრამ რა ნებაც გაგებული გვაქვს, მისი უნდა შევასრულოთ, გამოვასწოროთ ჩვენი ცხოვრება და რაც ჩვენს გარშემოა. იმიტომ რომ ღმერთი არის ის, რასაც წარმოვიდგენთ ჩვენ შესაძლებლობებით. ღმერთმა შექმნა ჩვენ სამგანზომილებიან ან ოთხგანზომილებიან სამყაროში. ეს არის სიმაღლე, სიგრძე, სიგანე და დრო. ყველაფერი ეს არის ის, რაც შექმნა ღმერთმა. მან შექმნა დრო და სივრცე. ჩვენ ვერ წარმოვიდგენთ ვერც ერთ ქმნილებას, რომელიც იარსებებდა სივრცის და დროის გარეშე. შეიძლება თქვენ წარმოიდგინოთ ქმნილება, რომელიც არსებობდა დროის შექმნამდე. ეს ნიშნავს, რომ იყო დრო, როცა არ არსებობდა ზღვარი დროის. სასაცილო წინადადება იყო დრო, როცა არ იყო დრო. შეუძლია ვინმემ წარმოიდგინოს, რომ ვიღაცას შეეძლო ეცხოვრა ორგანზომილებიან დროში. არა, რაც არის ამ ქვეყანაში არის ის, რასაც აღვიქვამთ. სხვა რამეს ვერც წარმოვიდგენთ. ჩვენ ვიცით ჩვენი გრძნობები, სმენა, თვალთახედვა, ხიბლი. შეგიძლიათ კიდე წარმოიდგინოთ რაღაც გრძნობები. ჩვენ ვერ წარმოვიდგენთ სხვა გრძნობებს. უბრალოდ ცადეთ და აუხსენეთ ბრმა ადამიანს, როგორ გამოიყურება მწვანე ფერი. ადამიანს, რომელიც სრულიად ბრმაა. სადეთ და აუხსენეთ აბსოლუტურად ყრუ ადამიანს, როგორ მოусმინოს მაიკლ ჯექსონს. შენ ვერ შეძლებ ამის გაკეთებას. ჩვენ ცხოვრობთ შეზღუდულ სამყაროში და ეს არის ზუსტად
ის, რაზეც ამბობს ღმერთი ყურანში. თქვენ ვერ აიღებთ მისი ცოდნიდან ვერაფერს გარდა იმისა, რასაც თვითონ ინებებს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვერ ავიღებთ მის ცოდნას. რატომ? იმიტომ, რომ ის გვაძლევს ჩვენ გამოცდას და ჩვენ ვიქნებით დაჯილდოვებულები აღდგომის დღეს და რომ ეს დღე იქნება სამართლიანი. ყოველ ადამიანის შესრულებული კეთილი საქმე მტრის წონისაც კი რომ იყოს, ის დაინახავს მას. ალლაჰი ამბობს, ვინც გააკეთა სიკეთე მტრის წონისაც კი ის დაინახავს მას და ვინც ჩაიდინა ბოროტება მტრის წონისაც კი ის დაინახავს მას. ეს ყველაზე გასაგები ახსნაა და ადამიანი, რომელიც ამ ცხოვრებაში ყოველ ელაზე მეტად იტანჯებოდა უზენაესი, ალლაჰი დააჯილდოვებს მას ჯილდოთი მარადიულის. და ადამიანი, რომელიც ცხოვრობდა მდიდრად, მაგრამ იყო დამნაშავე, მისთვის ღმერთს აქვს მთელი მარადიულობა, რომ დასაჯოს ის. ამიტომაც ნათქვამია, რომ ეს ცხოვრება არის დროებითი ცხოვრება. ეს არის გამოცდა, რომ ჩვენ ვიყოთ მომთმენი და არ გავჩერდეთ მოწყეულზე. სუბჰანალლა, დღეს შენ ხედავ მორწმუნე ხალხს, რომლებიც იმყოფებიან ყველაზე რთულ მდგომარეობაში და ისინი მაინც ბედნიერები არიან. მათ შორის ცხოვრობენ მუსულმანები დიდი მინუსებით, მაგრამ მათ უხარიათ ბედნიერებისგან იმის, რომ ალლაჰმა გაუგზავნა მათ ეს გამოცდა. ეს ნიშნავს იმას, რომ ვერავინ ვერ შეგაცდეს შენ გზიდან ასეთი დარწმუნებით. ეს დარწმუნება არის იმის, რომ რაც არ უნდა მოგივიდეს, ეს სიკეთეა შენთვის. შუამოვლა მუჰამედმა დალოცოს ალლაჰმა და მიესალმოს მას თქვა, საოცარი მდგომარეობაა მორწმუნის. რატომ? იმიტომ, რომ რაც მას მოდის, ითვლება სიკეთეთ მისთვის. როცა ხდება მის ცხოვრებაში სასიხარულო შემთხვევები, ის მადლობას უხდის ღმერთს ამისთვის და ამაშია სიკეთე მისთვის. როცა მის ცხოვრებაში ხდება უბედურება, ის გამოხატავს მოთბინებას და ამაში სიკეთეა მისთვის. იმით ამ დარბაზში ზის ყველას მოდის ამაღლება და ვარდნა. ვიღაც იბადება, ვიღაც კვდება. დღეს ის ჯამთელია, ხვალის ავადმყოფობს. ეს ამაღლება და ვარდნა გაგვიყვანს ჩვენ მთელ ჩვენს ცხოვრებაში, თეთრ-შავ ფერებით. როგორ უნდა გამოვკლავდეთ ამას? ამ შეკითხვაზე პასუხს ნახავთ ამ რელიგიაში. ალჰამდულილლა, შუამალ მუჰამედმა დალოცალლაჰმა და მიესალმოს მას თქვა, იმას, ვისაც ყველაფერი ჰქონდა ამ ცხოვრებაში, მაგრამ არ ყავდა მოწოდებებს, მან იცხოვრა ამ ცხოვრებაში ტყვილა. ის წავა ჯოჯოხეთში და დაავიწყდება ყველაფერი, რაც გააჩნდა ამ ცხოვრებაში. და ის, ვინც ამ ცხოვრებაში იტანჯებოდა და იყო მორწმუნე, მას დაავიწყდება ეს ტანჯვა. დიდება ალლაჰს. იმიტომ, რომ ეს არ არის ნამდვილი ცხოვრება, ნამდვილი ცხოვრება მომავალი ცხოვრებაა და თამაშის წესები არც შენ და არც მე არ გამოგვიგონია. ეს მოიგონა ალლაჰმა. მოგწონს ეს თუ არა? ზოგიერთი ხალხი ფიქრობს, რომ მათ ყავთ საკუთარი ღმერთი. ღმერთო, რატო მომექეცი ასე? როცა ცუნამი მოხდა, ტელევიზორში გამოვიდა ერთი თეოლოგი. თქვენ წარმოიდგინეთ თეოლოგი და აქ შენ იწყებ მიხვედრას თუ რა შეხედულებები აქვთ ხალხს ღმერთზე. მან თქვა, თუ მე შევხვდები ღმერთს აღდგომის დღეს, მან უნდა ჩაიცვას თბილათო. რა საქმიანობს საერთოდ ისინი? ალლაჰმა გაგვაშოროს ამ ფიქრებისგან და სიტყვებისგან. ეს მისი თამაშის წესია, ამას ის აყენებს. გინდა ეს თუ არა? შენ ვერ იტყვი მაგალითად იმას, რომ მე არ წამს ღმერთი, იმიტომ რომ ქალი განიცდის ტკივილებს შობიარობისას და კაცი კი არა. ეს ხომ არ არის სამართლიანი. ეს თამაშის წესია ღმერთის და ეს მე არ მომფიქრებია და ის სისულელეები, რომ ყველა მოხდება სამოთხეში და დროა ყველაფერი ეს დავასრულოთ. ეს არარეალურია. გაიხედეთ გარშემო. ალჰამდულილლა, აი ამას მიიპყრო ჩემი ყურადღება, იმიტომ რომ ამან აქ შინაარსი. მაგრამ მე კიდე არ ვიყავი მზად, რომ მიმეღო ისლამი, რადგან მე მქონდა კიდევ ბევრი კითხვები. მე ვიფიქრე, აი მე უკვე აღარ ვარ ქრისტიანი. მივიღებ ისლამს. მე რომ რაღაც არ მომეწონოს და მე რომ მივატოვო ის, ამიტომ მე კიდევ ერთხელ გადავიმეორებ ბიბლია თავიდან ბოლომდე და კიდევ მებადებოდა კითხვები. რატომ არის ეს ასე, ან ეს ასე?
და სუბჰანალა მე ვნახე ისეთივე ურთიერთსაწინააღმდეგო მომენტები ბიბლიაში და კითხვები, რომელიც მე მებადებოდა ყურანის კითხვის დროს, ხიჯაბი და სხვა მომენტები. მე გავიფიქრე, აქაც იგივე წერია მეთქი. მე არც კი ვიცოდი ეს. მე კიდევ ერთხელ გადავიკითხე ყურანი, შემდეგ მე წავიკითხე ახალი აღთქმა, შემდეგ კიდევ ყურანი და შემდეგ ეს ყველაფერი შევადარე იუდეიზმს და ასე შემდეგ. ყველაფერ ამას ჰქონდა თავისი შინაარსი. ის მომენტები, რომელიც მეჩვენებოდა, უცნაურად გამოჩნდა შინაარსი. რატომ უნდა ეცვას ქალს ხიჯაბი? რა აზრი აქვს მას? და როცა მე გავიხედე ჩემ გასულ ცხოვრებაზე, მე გამახსენდა როგორ ინგრევა ოჯახები, მე შევეკითხე ჩემ თავს, რატომ ხდება ასე მეთქი. ყოველთვის ერთი და იგივე ადამიანები ერთად არიან, მერე კაცს უყვარდება სხვა. სუბჰანალა, ჩემი დედა არ არის მუსულმანი, მაგრამ ის ამბობს, რომ ეს არის წესებწმენის. ის ამბობს, რომ თვითონ ხედავს ამას თავის მაღაზიაში, თავისი თვალებით. აქაც და იქაც გაყრა ერთი ნაცნობი, რომელიც ქმარმა მიატოვა სვამს შეკითხვას. რატომ? რისთვის? ჩვენ წავედით დღესასწაულზე დავლიეთ და მას შეუყვარდა სხვა და ხშირად ასეც არის. თითქმის ყველა იწყებს ერთმანეთის შეყვარებას. რატომ? იმიტომ რომ ეშმაკი ამგვარად იპყრობს ხალხს. ალაჰი ამბობს ყურანში, არ მიუახლოვდე იმას, რაც გამოიწვევს ცოდვას. ის არ ამბობს, არ ჩაიდინო ცოდვაო. ის ამბობს, არც იფიქრო, ახლოს მიუახლოვდე, რადგან ეს გზა არის მოლიპული. თუ მიუახლოვდები ახლოს, შენ დაინახავ მოლიპულ ადგილებს, მაგრამ თუ კიდე ძალიან მიუახლოვდები, შეიძლება ჩავარდე. მეორე შეკითხვა მდგომარეობს იმაში, თუ რა უპირატესობები და მინუსები ჩვენ გაგვაჩნია. ჩვენ ვცდილობთ თავი შევიკავოთ ამ ყველაფრისგან. ამბობს, რომ ქალმა და კაცმა უნდა მოგზაურონ ერთად, კი უნდა გააკეთონ მასე. ალლაჰმა იცის ეს როგორც შეამსუბუქოს. აქ უკვე ლაპარაკი მიდის ქალზე და არა კაცზე. დღეს ყოველი მეორე 14 წლის გოგოს უნდა გაიკეთოს პლასტიკური ოპერაცია. ჩვენ ხედავთ, რას უშვებიან სკოლაში. ეს იმიტომ, რომ გარეგნობა დღეს ხალხს აქვს პირველ ადგილას. ყველაფერი არის ამის გამო. ყველაფერი ეს არ იქნებოდა თუ ხალხს შერწყებოდა. ვინც ისლამურად საზღვრავს, ის უყურებს ყველაფერს სხვანაირად. მე არ მიმიღია კიდევ ისლამი, მაგრამ დავიწყე ლოცვა. მე შევისწავლე ყველაფერი ზეპირად. როგორ უნდა მელოცა. ერთხელ მე მომინახულა ჩემმა მეგობარმა, დანიელს კოჩმა. მაშინ ის იყო ჩემპიონი კიკბოქსში. და აი, მან მითხრა მე, მომისმინე, მოდი წავიდეთ მეჩეთში. შენ ხომ უკვე მუსულმანი ხარ. სატანას არ უნდოდა რომ მე გადამედგა ეს ნაბიჯი. და ერთ დღეს ჩამოვიდა ჩემი მეგობარი ამერიკიდან, ჩემპიონი ხარი ჯონსი. ისაც იყო მუსულმანი და მაჩუქა წიგნი ყურანი ინგლისურ ენაზე და ასევე სხვა წიგნებიც. და სკოტში მიდიოდა ყოველთვის მასთან ერთად პარასკევის ლოცვაზე. ერთხელ სკოტში არ გამოუვიდა მეჩეთში წასვლა მასთან ერთად და მე მითხრა რომ გავყოლოდი. და აი მე შევედი მეჩეთში. მე შევასრულე ნამაზი და იქ მე მომიახლოვდა ვიღაც ამერიკელი. ის იყო უკვე ხნეს შესული. მან მკითხა მე, შენ ერთადერთი მუსულმანი ხარ შენ ოჯახში? თუ შენი მშობლებიც მუსულმანები არიანო? მე ვთხარი არა, მე ერთადერთი მუსულმანი ვარ ჩემ ოჯახში თქო. და აი ამ დროს სატანამ დამტოვა მე. დავთქვი, კი, მე ერთადერთი მუსულმანი ვარ ჩემს ოჯახში თქო. მე ვამოწმებ, რომ არ არის ღვთაება გარდა ალლაჰისა და მუჰამედია გზავნილი მისი. და იმ დროს მე მივიღე ისლამ დიდება ალლაჰს. დიდება ალლაჰს, აი ეს არის ჩემი ისტორია. ამის შემდეგ მე დავიწყე მოგროვება ისლამური ცოდნის. იმედია ამ ჩემმა ისტორიამ მოუტანს ბევრს ხეირს. الله